რამდენიმე კვირის წინ ქონდა კომუნიკაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან ბატონ შტეფანჩუკთან, რომელმაც ეს იდეა გაგვაცნო და რა თქმა უნდა ჩვენ ყველანაირად მივესალმებით, რომ კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს ჰქონდეთ პლატფორმა, სადაც შეუძლებთ ჩვენ გაზიარებას იმ გამოცდილებისა, რომელიც ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქვეყნებს აქვთ დადებითი და უარყოფითი გამოცდილებაც. და მიხარია, რომ მალევე რამდენიმე კვირაში უკვე დღეს რეალობა არის და პირველი ასეთი კონფერენცია იმართება, სადაც დაფუძნდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პლატფორმა და გვექნება შესაძლებლობა დღეს ვისაუბროთ, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ მომავალში ამ პლატფორმის მუშაობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, ისე სექტორული კომიტეტების დონეზე. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ეს არ არის სამხრივი მოძრაობის გზა და არ უნდა იყოს ისე გაგებული, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მხოლოდ ობიექტი გაწევრიანებისა, ჩვენ ვართ ამის თანამონაწილე და ევროპის მომავლის თანაშემოქმედები. ასე რომ ვფიქრობ, რომ კანდიდატ ქვეყნებსაც თავის სიტყვა ეთქმით, როგორც თავის პროცესთან დაკავშირებით, ისე იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება პროცესს თან ახდეს და ეს სხვადასხვა დროს მაქვს ხოლმე საშუალება, რომ გქონდეს საუბარი ჩვენ კოლეგებთან, კანდიდატ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან და გვაქვს მათგანაც მქონდა შესაძლებლობა არაერთხელ მომესმინა იმ სირთულეებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი აწყდებიან გაწევრიანების პროცესში. ასე რომ დღეს გვექნება ამაზე მსჯელობა, ჩვენ მივიღებთ ერთობლივ დეკლარაციას ამ ფორუმთან დაკავშირებით და შემდეგ იმედია, რომ ძალიან ინტენსიური შესაძლებლობა გვექნება, რომ ინტენსიური თანამშრომლობა გქონდეს ამ ფორუმის ფარგლებში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტი თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და აქვე უნდა გაივლოს აქ წითელი ხაზი, რომ აღარასდროს არ გაბედოს არავინ, მათ შორის ევროკავშირის არც ერთმა ინსტიტუციამ, რომ თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას, თავს დაესხას მის დიდ მრევლს, ასე რომ გასაგებია, რომ იუკნევიჩიანის ხელიდან კარგი არაფერი საქართველოსთან დაკავშირებით არ გამოვა, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმის და მე ამიტომაც მნიშვნელოვანია ახლა ძალიან მკაცრი და პირდაპირ რეაქცია ამაზე, რომ აღარ ქონდეს ამას რაიმე პრეცედენტის სახე და არ გაბედოს აღარავინ ევროკავშირის არც ერთი ინსტიტუციიდან ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა. ნაციონალურ მოძრაობამ მე მგონი დაასწრებს საკუთრივ სასამართლოში პროცესებს და განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმს. ასე ჩვენ ვაკვირდებით, თუნდაც რამდენიმე დღის წინ აპლიკაციის პრეზენტაცია რო ქონდათ, აპლიკაციით რო უნდა ხელისუფლების ხელში აღება, ეს კიდე ცალკე კომიკური სიტუაცია არის. შეიკრიბენ 20 კვადრატმეტრიან ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას. ასე რომ არასერიოზული ხალხი არის. ეს არის ყველა იმ ადამიანის გზა, რომელიც არა საკუთარ ხალხს, არამედ სხვის ნაამბობს და ნათქვამს უსმენს. საზოგადოებას ამჩნევს, რომ განსაკუთრებით სოციალურ მედიაში სიძულის ენა მიკრო, რა თქმა უნდა, ყავს ჩვენ გამოუსწორებელი რეციდივისტები, მლამძღოლები, მაგინებლები, რომლებსაც მათ არაფერი არ გამოასწორებს. მათი ნირი არის ასეთი, რომ უნდა იძალადონ ვერბალურად თუ ფიზიკურად, უნდა ილამძღონ, ეს არის მათი დავალება, რომელსაც იღებენ იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ. ასე რომ რეციდივისტებს არაფერი არ ეშველებათ ალბათ, მაგრამ ის, ვინც აყოლილი იყო ამ ყალბ კულტურას, პოლიტიკურ კულტურას, რომელსაც ევროპულ კულტურად ასაღებენ, რომ გინება, ლამძღვა და უხამსობა არის ევროპულობა, აი ამას მიაღწიეს სამწუხაროდ ზოგიერთმა ევროპელმა წარმომადგენელმა საქართველოში, რომ არის გაიგივებული ლამძღვა, გინება და უხამსობა ევროპულობასთან. ვფიქრობ, რომ ეს აყოლილი ადამიანები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას.